მე ვსაუბრობ იმ ტიპის დიპლომატიის საჭიროებაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას შეაჩერებს. დიახ, თუმცა თუ თქვენ საკმარისად ძლიერები არ იქნებით, ბატონო პრეზიდენტო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფიქრობ შეურაცხყოფელია თქვენ მიერ ოვალურ ოფისში მოსვლა და ამ საკითხზე დავა ამერიკული მედიის წინაშე. თქვენ ახლა ხალხს ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებთ ფრონტის ხაზზე წავიდნენ, რადგან ადამიანური ძალის ნაკლებობას განიცდით. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ცდილობს ამ კონფლიქტის დასრულებას. განა თქვენ უკრაინაში ოდესმე ნამყოფი ხართ, რადგან ასეთი თავდაჯერებით საუბრობთ ჩვენს პრობლემებზე. მე ძალიან დიდი დაკვირვებით ვადევნებდი თვალს და ვიცი ის ისტორიები და არსებული მდგომარეობა, რაც ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზეა. თქვენ უარყოფთ, რომ ადამიანური ძალის ნაკლებობას განიცდით. განა არ ფიქრობთ, რომ შეუფერებელია თქვენი მხრიდან, როდესაც ოვალურ ოფისში მოდიხართ და დავას იწყებთ იმ პრეზიდენტთან, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურების პრევენციას ცდილობს. ძალიან ბევრი კითხვა დასვით, მოდით დავიწყოთ თავიდან. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ომში ყველას აქვს გარკვეული პრობლემები. მათ შორის თქვენც. თქვენ ახლა ამას ვერ გრძნობთ, თუმცა მომავალში აუცილებლად მიხვდებით. თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით, ნუ გვასწავლით, რა პრობლემები გვექნება ან რას ვიგრძნობთ მომავალში. ისეთ მდგომარეობაში არ ხართ, რომ რაიმე გვასწავლოთ ან გვიკარნახოთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ რაიმე გვასწავლოთ. ჩვენ თავს კარგად გრძნობთ და მომავალშიც ჩვენთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. დიახ, თუმცა ამ ომის გავლენას თქვენც იგრძნობთ. თქვენ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ და ეს თქვენვე დაუშვით. ჯეიდი მართალია, როდესაც ამაზე საუბრობს. თუმცა ჩვენთან ერთად შეგიძლიათ იმაზე უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ვიდრე ახლა ხართ. ბატონო პრეზიდენტო, მე ძალიან სერიოზულად გესაუბრებით. თქვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს დებთ ბრძანად. თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან შეურაცხყოფელია ამ ქვეყნისთვის. ერთხელ მაინც გითქვამთ ჩვენთვის მადლობა. ძალიან ბევრჯერ დღესაც კი. თქვენ ოქტომბერში პენსილვანიის შტატში ჩვენი კონკურენტების სასარგებლოდ კამპანიაში მიიღეთ მონაწილეობა. თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს სამადლობელ სიტყვებს ეთქვით, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც თქვენი ქვეყნის გადარჩენას ცდილობს. United States of America and the president who's trying to save your country. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.